ცოლქმრობა თუ გინდა რომ გადარჩეს, ინდივიდუალიზმი უნდა გაარღვიო და დაიწყო პიროვნული ცხოვრება. რითი განსხვავდება პიროვნული ურთიერთობა ინდივიდუალიზმისგან? ინდივიდი, ესე ამბობს, მე შენ მჭირდები, ესე იგი, მე შენთან ყოფნა მსიამოვნებს, შენ მე მიგებ და ასე შემდეგ. გიყვარ ვარ, ხო გიყვარ ვარ, უნდა გიყვარდე მე. და პიროვნება როგორ ამბობს? პიროვნება ამბობს, მე შენ გჭირდები, ესე იგი, მე შენ მოგემსახურები, მე შენ მიყვარხარ და მე შენთვის თავს გავწირავ, ანუ გასცემს. ინდივიდი იღებს, პიროვნება გასცემს. ნახეთ, პიროვნულობა ღვთაებრივი თვისება როგორ არის? ღმერთი ხო ესეთია, მამა გასცემს ძისა და სულიწმიდისთვის, ძე გასცემს მამისა და სულიწმიდისთვის, სულიწმიდა გასცემს მამისა და ძისთვის და მთლიანად ყოვლადწმიდა სამებამ ერთი ნება აქვთ რა მათ, გადაწყვიტა და ძემ გასცა ბოლომდე საკუთარი თავი მიიღო რა ადამიანური ბუნება ჩვენთვის და მოკვდა ჩვენთვის. ამიტომ ეს კონფლიქტი, რადგან ჩვენ ღვთის ხატი და მსგავსი ვართ, პიროვნულობასა და ინდივიდს შორის ეს კონფლიქტი მუდამ არსებობს, მუდამ არსებობს. და თუ ჩვენში პიროვნება არ გაიმარჯვებს და თუ ჩვენში როგორ არის ეს მერყევია რა აქეთ იქით და თუ ჩვენში პიროვნება არ გაიმარჯვებს და საბოლოოდ მყარ ინდივიდუალისტებად ჩამოვყალიბდებით, იცოდეთ თუ ჩვენზე აუტანელი ადამიანი არ იქნება.